მოვედით ბარსელონის აკვარიუმში, რამდენიმე დღეა ბავშვები მეხვეწებიან. ვაჩვენე ზვიგენიო. ნუ სად შეიძლება ხო ნახო ზვიგენი. აბა ნახოთ თუ ეყოლებათ აკვარიუმში. წავედით. შენობაში ფეხს შედგამთ თუ არა პირველი შთაბეჭდილება ნართლა საოცარია. ნამდვილი ზღვის მონსტრის ყბებს გულგრილად როგორ ჩავუვლიდით. ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავენ, უკვე მეც მიხარია აქ მოსვლა რომ გადავწყვიტეთ. არ ვიცი და მაგის სახელი. თქვენ იცით? არა, მართლა არ ვიცი. როგორც ხვდები ამ სიტყვების გამეორება დღეს კიდევ ბევრჯერ მომიწევს. უნდა ვაღიაროთ წყალქვეშა სამყაროს, მაინც და მაინც კარგად არ ვიცნობ. დედა. ბატონო. არ ვიცი დედა მაგათი სახელები. და აი ისიც, დაპირებული ზვიგენი მთელი თავისი დიდებულებით. მართლა იმდენად საშიშად გამოიყურება, რომ სანდროს რეაქციის გადაღება გამომრჩა. სიტყვაზე უნდა მენდოთ ძალიან კმაყოფილია. არ ვიცი რატომ, მაგრამ ნამდვილი ზვიგენის ნახვის შემდეგ სანდროს რატომღაც ეს პატარა შეუხედავი არსება უფრო მოეწონა. ეს ვარ მე. დარწმუნებული ხარ? ახლა ამოვედით აკვარიუმიდან და გვახვედროს ფოტო. ჩემი აუტანელი ოჯახი მამიდებთან ერთად. აკვარიუმის ციფრული გასართობებით ბავშვებმა რეალურ წყალქვეშა სამყაროზე ნაკლებად ნამდვილად არის სიამოვნეს. მოკლედ ბარსელონაში თუ მოხვდებით, ბავშვებისთვის ამ ადგილის ჩვენება ნამდვილად ღირს. ამასობაში დაპირებული შეხვედრის დროც მოვიდა. საქართველოში საბავშვო ბაღში ემილიას არასდროს უვლია. სკოლამდელი განათლების მისი პირველი გამოცდილება ევროპას, კერძოდ ესპანეთს უკავშირდება. ემილიას ოჯახთან შეხვედრის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ გავარკვიო, რით განსხვავდება ერთმანეთისგან ქართული და ესპანური ბაღები. მზექალა ჩანგსელიანი არის პატარა ემილიას დედა, რომელიც დადის ბარსელონაში ერთ-ერთ ბაღში. ზოგადად ბაღებთან დაკავშირებით საქართველოში საკმაოდ რთული სიტუაცია გვაქვს, ბაღები გადატვირთულია, 50-60 ბავშვი საჯარო ბაღში ჩვეულებრივი ამბავია ჯგუფში და მზექალა მოგვიყვება რა ხდება ამ მხრივ ბარსელონაში. ემილია შაშანის იგი 3 წლის ნახევრის იყო, როდესაც შევიყვანეთ სექტემბერში ბაღში. აუცილებლად გამოყოფილი არის ერთი თანამშრომელი, რომელიც დგას ქუჩაში ზებრასთან.
ბაღის თანამშრომელი, რომელსაც სპეციალური ფორმაცია და უჭირავს ასევე აბრა, რომ ანუ აქ აწესრიგებს თვითონ ეს თანამშრომელი აწესრიგებს გზას, რომ ბავშვების არ შეეშალოს ბავშვების ნაკადის მიღება საბავშვო ბაღში და სკოლაში არ შეეშალოს ხელი და უსაფრთხოდ მიიღონ. და ყველა მანქანა გაჩერებული აბსოლუტურად. ეხლა იქ ვინმე შეიძლება სამსახურში ეჩქარებოდეს, მაგრამ ის უნდა დაემორჩილოს იმ კანონს, რომ უნდა იყოს, რომ ბავშვებმა უსაფრთხოდ გაიარონ და უსაფრთხოდ ანუ ის 10 წუთია თუ 15 წუთია გაჩერებულია თითქმის გზა და ბავშვებისთვის უსაფრთხო არის გადაადგილება. როდესაც თავიდან შეყავს არეგისტრირებაზე, რო ვთქვათ, ბავშვს საბავშვო ბაღში, იქ მოცემული არის ბლანკი, სადაც უნდა მიუთითო, ვთქვათ, შენი ბავშვი როგორ კვებაზეა, ვთქვათ, მიირთმევს თუ არა ის ღორის ხორცს, აი მაგალითად ღორის ხორცს საქონლი, აი როგორ იკვებება, რადგანაც მუსლიმანები ესე რომ ვთქვათ, აქ ღორის ხორცს არ მიირთმევენ და ამულუფას მიირთმევს თუ არა, ასევე გლუტენიანი, უგლუტენო ხო არ არის ალერგიული რომელიმე საკვებზე, ან თხილეულზე, ამას ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. და რაც არის ქართველი მშობლების სერიოზული ტკივილი, ეს არის ბავშვების რაოდენობა ბაღის ჯგუფებში. აი ჩემი შვილის ჯგუფში შარშან იყო დაახლოებით 50 თუ 55 ბავშვი, ზუსტად არ მახსოვს. და ამ ყველაფერს თავს ართმევდა ერთი მასწავლებელი და დამხმარე, რომელსაც შემდეგ ემატებოდა ის მეორე ნახევარში სხვა მასწავლებელი დამხმარესთან ერთად. მოკლედ, დაახლოებით 5-10 ბავშვთან ერთად იყო 2-3 მასწავლებელი და შესაბამისად ვერანაირი პრეტენზია ვერ გექნება ბავშვის განმავითარებელ სავარჯიშოების გაკეთებაზე, ბავშვის განვითარებაზე. ჩემი ერთადერთი თხოვნა არის, რომ რა ვიცი, ცოცხლები დამხმდნენ ბავშვები. რა ხდება ამ შემთხვევაში ბარსელონის ბაღებში? ბაღები ზოგადად და სკოლები, ანუ სკოლები და ბაღები მათ შორის არის თითქმის ყველგან, ანუ შორს არც ერთი სკოლა და არც ერთი ბაღი არ არის. ჩემს გარშემო, ანუ ჩემი კორპუსის წინ არის 1-6 წუთის სავალზე არის ანუ ეს ბაღი ხარ, სადაც მოხდა და ზოგადად როდესაც ვავსებდით ჩვენ თავიდან იქ სამი საბავშვო ბაღი უნდა მიგეთითებინა, რომელიც არის აბსოლუტურად სამივე ახლოში. აი ეს არის ეს კანონით განსაზღვრული, რომ შორს არ უნდა მოუწიოს მშობელს წასვლა, რადგანაც აქ ასეთი პრაქტიკა არის, რომ შენ ანუ თუ კი არ ტოვებ სადილზე, მიდიხარ და მოყავ და ისევ მიყავს 3 საათზე. ვერანაირად ვერ გეყოლება ბავშვი ბაღში შორს. ყველა ჯგუფში არის 12 ბავშვი. 12 ბავშვი, მეტი არ არის, აი ანუ და თან თვითონ ფართიც ანუ ისი არის კარგად დაორგანიზებული. წარმოუდგენელია თქვა იმ სივრცეში, რომელ სივრცეში თქვა ემილია არის ბაღში, იქ ეხლა 30 ბავშვი და აი ვერანაირად ვერ იქნება. ძალიან ბევრი რამით არის დაკავებული ბავშვი მთელი დღის განმავლობაში. მათ შორის, რა თქმა უნდა, ფიზიკური აქტივობით, მაგრამ აი მაგალითად კვირაში 2 ჯერ აქვს ფსიქომოტორული გაკვეთილები რა. სადაც ფსიქოლოგიც აკვირდებათ ბავშვებს, ანუ რამდენად თქვა სოციალურია ბავშვი, რამდენად ერთვება, რამდენად მოძრავი არის, რამდენად ასრულებს თქვა იმ აქტივობებს, რაც თქვა ბავშვმა რამდენად შეუძლია თქვა აივიდეს, აწოცდეს თქვა ესე კიბეებზე ავიდეს, მე ჩამოსრიალდეს. შემდეგ უკვე როდესაც ბავშვის დახასიათება მოდის ხოლმე, ხო აი მაგაში წერია, ანუ ეს აქტივობები და იქიდან გამოვიტანე დასკვნა, რომ ამ დროს ფსიქოლოგიც აკვირდებათ ბავშვებს, აი ამ დროს როგორ თამაშობენ. დახასიათება როდესაც მომივიდა ემილიას აი ვიყავი ძალიან აღტაცებული, რომ აი როგორ შეიძლება თქვა თურმე სხვადასხვა კუთხიდან დაინახო ბავშვი და მასში თქვა ამდენი რაღაცა აღმოაჩინო. მარტივი, ესე რომ ვთქვათ, მარტივი მიდგომები აქვს და ძალიან თავისუფალი. აი პირველი ჩემი ანუ გაოცება, აი რაც იყო და პირველი ესე რომ ვთქვათ შეცვლა ემილიას რომ დავინახე, ეს იყო დაახლოებით ბაღში რომ დაიწყო სიარული 3 დღეში, იმიტომ რომ ემილია სადაც არაფრით არ იყიდებდა ზურგჩანთას. ანუ მისთვის წარმოუდგენელი იყო, რომ მე უნდა მეტარებინა და უკვე ბაღში რომ დაიწყო სიარული, მესამე დღეს უკვე თვითონ მომთხოვა, რომ დამკიდეო ზურგჩანთა, რომ შემით უნდა წავიღო. არ ეხმარებია თვითონ, ასწავლიან, რომ თავისი თუნდან პირად ჰიგიენას მიხედოს და აუცილებლად თავისი ტრუსები თვითონ უნდა მოიწიოს. ანუ მასწავლებელი მას არ უწევს. თავიდანვე მივხვდი, რომ ანუ აუცილებლად ამას და ემილია მე გთხოვდა, რომ არა, მე თვითონ უნდა გავაკეთო, ასევე ფეხსაც მას თავისით როცა და უფრო ხშირად ბავშვები ხო იხდიან ფეხზე არა,
და რა თქმა უნდა ემილიაც იხდის დაწიგნებული ვარ აუცილებლად ფეხსაცმელი თვითონ უნდა ჩაიცვას და ამიტომაც არის თასმიანი ფეხსაცმელი ან ძნელად შესაკრავი ფეხსაცმელი თავიდან მოგითხრეს რომ არ უნდა ჩავარწვათ მშობელი ექსკურსიაზე ბავშვებს არ მიყვება ბავშვები თვითონ მიდიან აქვთ მათ ზურგ ჩანთებში არავის არ მაქვს ზურგ ჩანთები თვითონ უნდა ატარონ თვითონ უნდა ავიდნენ დამოუკიდებლად რა თქმა უნდა იქ მასწავლებელი აუცილებლად მიყვება და ეხმარება მაგრამ ესეც დამოუკიდებლად ხდება ისინი მშობლებთან ერთად არ არიან ანუ უკვე ექსკურსიაზე ემილია სამჯერ იყო ერთი წლის განმავლობაში და არც ერთი მშობელი არ გაყოლია რა ხდება ბარსელონის ბაღებში ზეიმების კუთხით და აგროვებენ თუ არა მშობლები მასწავლებლების საჩუქრისთვის ფულს ესპანელები და ალბათ ევროპელებიც ასე არიან მე რადგანაც პირველად მაქვს ევროპული გამოცდილება ასე რომ ვთქვათ და პირველი ქვეყანა არის სადაც ცხოვრობ და სადაც შემთვალით ვიყურებ ვთქვათ აქაურ წესწყობილებებს როგორ ცხოვრობენ არიან ძალიან პრაქტიკული ადამიანები და ძალიან უბრალოები ამ ხებას და ძალიან ეკონომიურად ცხოვრობენ ზოგადად აი არანაირად არ წარმოუდგენიათ რომ რაღაცაში დიდი თანხა უნდა გადაიხადონ ან ზედმეტი დაიხარჯონ ანუ ეს არის განსაზღვრული რა თქმა უნდა ანუ ღონისძიებები ტარდება ძალიან კარგად ორგანიზებულია და ბავშვები ძალიან ჩართულები არიან. მასწავლებლისთვის თანხის აგროვებას მშობლები თუ აკეთებენ ეგეთ? არა, ეს არის აი წარმოუდგენელი რაღაცა, უბრალოდ ეხა წლის ბოლოს მშობლები, ესე რომ ვთქვათ, ჩვენი ჩატი გვაქვს, რომელიც ახლა მეგონი ფილოსოფიაში ასე არის მიღებული, რომ ყველას აქვს ჩატი, ასევე სკოლას აქვს მისი ესე რომ ვთქვათ, ვებგვერდი, მისი აპლიკაცია, სადაც სკოლა ვთქვათ მოიწერს ყველა აქტივობის შესახებ, ყველა ღონისძიების შესახებ, ასევე მათ შორის ჩვენ მასწავლებელი, ჩვენი დამრიგებელი, ასევე პირად მეილებზეც წერს ხოლმე, ანუ კომუნიკაციის ფორმა ეს არის, მაგრამ მათ შორის არის ტოკაპი ქვია იმ აპლიკაციას, რომელიც არის სკოლებისთვის, სადაც სამზარეულო, ბავშვის აკადემიური, ყველაფერი არის მანდ, ანუ ასევე სკოლაში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. მაგრამ ეხლა ამ საჩუქრის თემას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ჩვენთან ეს არის ძალიან ესე რომ ვთქვათ, გადაპრანჭული და ბევრ შემთხვევაში ზედმეტი ხარჯი მშობლებისთვის და თან აი ძალიან არამიზნობრივი არის ეს ყველაფერი და არასაჭირო. იმიტომ რომ ძალიან ბევრ ოჯახს ესაწვება ძალიან ზედმეტითა და უხერხულში ვარდება და ანუ ეს მომენტი არ უნდა იყოს. ვერც სკოლაში და ვერც ბაღში ვერ ნახავ საპენსიო ასაკის მქონე ადამიანს. აი რამაც ჩემი გაოცება გამოიწვია თავიდან. ყველა ახალგაზრდები არიან, მათ შორის ავადმყოფობებშიც. ესეთი ახალგაზრდები მუშაობენ და ენერგიით სავსეები და თან ისე ართობენ ბავშვებს. აი მთელი დღე რო უყურებ ხოლმე ხან სკოლებში დაყავთ, ძალიან ხშირად გაყავთ ხოლმე სკვერებში, დიდ სკვერებში, სხვადასხვა ქალაქში, ოღონდ სხვადასხვა ადგილებში გაყავთ. შეიძლება თქვა სხვა ბაღში წაიყვანონ, ფერმებში წაიყვანონ ბავშვები და ასე შემდეგ. აუცილებლად არის ანუ ფერმაში ექსკურსია და მე მგონი რომ წველი არის მის პროცესაც და ყველაფერს ბავშვებს აყურებინებენ რამოდენიმე საათის განმავლობაში, დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში არიან ფერმაში. და ეს არის აი ზოგადად ისეთი სისტემა არის, რომ აი ძალიან მარტივია და ამავე დროს ძალიან სახალისო არის. ყველა ბავშვს უყვარს სკოლა. აქ ბავშვებისთვის აი იმ ბაღის და სკოლას აი ყველა ბავშვი სიხარულით მის ადაპტაციის პროცესში პედაგოგები როგორ დაეხმარნენ, ბაღი როგორ დაეხმარა? აი ძალიან დაეხმარა. აქ უკვე იმდენად შესისხორცებული აქვს ის, რომ უამრავი ეროვნების ადამიანია და მასწავლებლებსაც უწევთ რა თქმა უნდა ამ სხვადასხვა ეროვნების ბავშვებთან ურთიერთობა, რომ კარგი გამოცდილება აქვს უკვე ამ კუთხით რა და პრობლემას ვერ ხედავ პირიქით აქეთ გვეუბნება, მაგრამ ჩვენ გითხრეს, რომ მე და ემილი ჩემს მეუღლეს გითხრეს, რომ ემილიას არ ისაუბროთ თქვენ ესპანურად სახში, აი არ დააძალოთ, იმიტომ რომ თავარი ემილიამ თავისი მშობლიური ენა იცოდეს კარგად, თორე ესპანურს ჩვენ მასწავლეთ. ნელ-ნელა არ არის პრობლემა. სულ ამას გვეუბნებიან, რომ ნელ-ნელა ისწავლის, აი ვერ ხედავენ ამაში პრობლემას რა. და აი სწავლის მეთოდებიც ისეთნაირი აქვს, ანუ ისეთ თამაშით, რომ აი ერთ მშვენიერ დღეს უკვე ბავშვი იწყებს ძალიან მარტივად საუბარს და ამ ხრივაც ემილიას ანუ ეს დასტრესილი არ ყოფილა რა. რამდენად დაცულები არიან ბავშვები და რამდენად უსაფრთხო გარემოში უწევთ ცხოვრება, რამდენად
იგრძნობა ის, რომ ბავშვი აქ არის პრიორიტეტი. აი, ბავშვი არის უპირობოდ პრიორიტეტი და უსაფრთხოება არის აი უმაღლეს დონეზე. აი, თუნდაც ექსკურსიის თემა რო ავიღოთ, ხო, ჩემთვის ანუ თავიდან რო წავიკითხე პროგრამა და იქ მოცემული იყო, რომ ემილიას უწევდა რამდენიმე თვეში ექსკურსიაზე წასვლა დამოუკიდებლად. და აი ძალიან განცდები მქონდა და დავრეკე ჩემს მეგობრებთან აქ ცხოვრობენ და მკითხე მათ ამის შესახებ, მაგრამ მითხრეს, რომ სულ ყვილად ნერვიულობ, ჩათვალე რომ ბავშვი ისე მშვიდად წამო, არანაირი პრობლემა არ არის, ანუ ეს იცი. აი ეს უმაღლეს დონეზე აყვანილი უსაფრთხოება. ამ მხრივ მშობელი არის მშვიდად, წყნარად და აი ძალიან ბევრი მშობელისგან გამიგონეს, ხოთაშორის ქართველებისგანო ძალიან დიდი მათთვის ალბათ ამას ვერ შეიძლებიან რომ აქ გზობენ უსაფრთხოდ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი მრავალეროვანი სახელმწიფოებისა ქალაქი არის აქ. ევროპული ტიპის განათლების სისტემაში და ზოგადად ევროპაში ყველაზე მეტად რაც მხიბლავს სწორედ დაცულობის ეს შეგრძნებაა, რომელსაც მართლა ვერაფერი შეედრება. როდესაც მშობელმა იცის, რომ მისი შვილი უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს. კიდევ ერთი ადგილი, რაც ჩემს შვილებს თბილისში დაბრუნებამდე აუცილებლად უნდა ვაჩვენო, ეს არის ბარსელონის კოსმოგაიშა. მოვედით მეცნიერების მუზეუმში, სადაც ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე უნდა იქნას ახსნილი სხვადასხვა მეცნიერული მოვლენა. შესასვლელშივე აქ მსოფლიოში ცნობილი მეცნიერები გვხვდებიან. ეს არის ესპანეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ინტერაქტიული მეცნიერების მუზეუმი, სადაც ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე არის ყველაფერი გადმოცემული. თავად რიგში ავიღებთ ბილეთებს და შევეძლებთ. ჩავდივართ აი ამ უცნაური ჩასასვლელით პირველ სართულზე. ამასობაში პინგვინებთან ჩახუტების შანსს როგორ გამოვტოვებთ? ახალგაზრდა მეცნიერები ბავშვებს ძალიან სახალისოდ პრაქტიკული მაგალითებით უხსნიან, როგორ ხდება ბუნებაში ესა თუ ის მოვლენა. ეს ბავშვებს უხსნიან, როგორ ღამდება და თენდება. If we go to Mercurio or Venus, we will მართალია ესპანური ცუდად გვესმის, მაგრამ თარგმანში პერიოდულად მამა გვეხმარება. ვენერა, დედამიწა, მარსი. კოსმოსი და მასთან დაკავშირებული ამბები ბავშვებზე ნაკლებად არც მას აინტერესებს. ესაც პრეისტორიული ხანის ადამიანი. ძალიან რეალისტური ფიგურების პარალელურად ეკრანებზე მათი ყოფის ამსახველი ანიმაციური ვერსიაც გადის. და მუზეუმის ბოლო ნაწილი. გადმოვინაცვლეთ ტროპიკული ტყის სივრცეში. აი. ამასობაში სანდრო მოასწრო დაკარგვა, მერე ვიპოვეთ, მერე იტირა და ძვირს ავუშვით. ინგლისში ვიქნებ. ეს დღე იმდენად რეალისტურია, გავიწლებათ, რომ ქალაქში ხართ. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამაზონის ჯუნგლებში ვიმოგზაურეთ? ამასობაში ულამაზეს ტროპიკულ ტყეში ნამდვილი ფრინველებით შემოხვდა.
ფრინველების და სხვადასხვა ცხოველების ხმები. ეს კიდევ ერთი ადგილია, სადაც ბავშვების წაყვანას აუცილებლად გირჩევთ. სამწუხაროა, რომ ბარსელონას მალე უნდა დავემშვიდობოთ. უამრავი საინტერესო ადგილის ნახვა ვერ მოვასწარით.